ხმა ვერ გავიგე. ბიძინაშვილი. ბიძინაშვილი. კი ბატონო. ნიშნავთ ხო? მადლობა. ხო, ну იდეაში ფოტო შეიძლება და მე იმ ფოტოს ნელა გაყვანა პირობითად. რამე ესეთი ვარიანტი. მაგრამ იკითხვა მაინც ისეთი რამე ელემენტი ხო ვერ მიცემთ როგორც display flex რო უბრალოდ რაღაც ქაოტურად და random დაალაგოს რა, ეგეთი ბრძანება არ გვაქვს ხო არაფერი. იდეაში კონკრეტულად CSS-დან აი ესეთი ლოგიკის დაწერა რეალურად კი არის რაღაც ჩანსი, მაგრამ ძალიან რთულია და აი რაღაც ძალიან ჩახართული ზედმეტ advanced level-ში რო გადადის რა. მაგას მივხვდი მეც კი. ხო რა და მე JavaScript-ზე რო გადავალთ, მაქედან უკვე აი ბევრად მარტივად შევძლებთ აი ეგეთი რაღაცების გაკეთებას და ძალიან ბევრად. ანუ CSS-ში და HTML-ში უფრო მოკლე და მარტივი გზა არ მქონდა პოზიშენით რომ ხელით სათავოთ არ დამელაგებინა ხო ეს ვარსკვლავები? ხო იდეაში ან შეგეძლო რომ ესე აგებულ ვარსკვლავები. ბექგრაუნდი კი ბექგრაუნდი ვიფიქრე, მაგრამ მეთქი ბარემთლიანად ხელით გავაკეთეთ. მე ის არ გამომდიოდა ამ გათენება და ღამების ანიმაციის გადასვლა და მაგიტომ უფრო. ხო. ბექგრაუნდი რომ აგეღო ეს ჩაქრებოდა და აინთებოდა მე ეს ვარსკვლავები? შეიძლება, მაგრამ აი გათენება და ღამება რო გადადის ესე აი თან გრადიენტულად ეგ აღარ გამომდიოდა ბექგრაუნდი და ბექგრაუნდზე. უი, მე ერთი ფისების ჩვენება დამოვიწყებ. ხომ მე. თან აი გავაკეთე. ოდღეს განვიხილოთ ესეთი აპლიკაცია, როგორც არის Figma. ძალიან საინტერესო და საჭირო რამაა. აციდაზე ამბობთ მგონი ხომ? კი. ნახსენები მექნება, სადაც დიზაინებს ნახულობთ და დიზაინების მიხედვით უკვე ვაწყობთ კონკრეტულ საიტს. ხო, იდეაში აქ სტანდარტული პროცედურები ლინკი მინდა. ეს Figma ცალკე აპლიკაციაა? კი, ცალკე აპლიკაცია, ну იდეაში ბრაუზერის ვერსიაც არის და შეგიძლიათ გადმოწეროთ და ისე. margin-ული, padding-ული, box sizing, border box დაუწერ ახლა. რამეთი შევქმნი კლასით მაგალითად box. დავაშორებ. და ამ box-ს მიმართავ და width მაგალითად 400 pixels, height 400 pixels და background color მაგალითად orange. მოდი live server-ზე გავიდეთ, ხალხო ნახოთ ჩვენი box-ი. ხო, ჩვეულებრივი კვადრატია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ახლა გავაკეთოთ. ანუ გავხალოთ პირობითად დამჭირვალი. როგორ გავაკეთოთ? შეგვიძლია დავუწყოთ ესეთ თვისება, როგორიც არის opacity და აქ მივუთითოთ რამდენად გამჭვირვალე იქნება. ერთი სტანდარტული ხმა, მაგალითად შეგვიძლია 0.5 ავირჩიოთ და ნახევრად გამჭვირვალე იქნება ჩვენი ბლოკი. იდეაში აქაც 0-ის გარეშე ჩვეულებრივად 0.5 იმუშავებს, რა თქმა უნდა, 0.2 შეგვიძლია ავირჩიოთ. და იდეაში ასევე ეს opacity შეგვიძლია გამოვიყენოთ hover-ზე, ანუ box-ის დაჰოვერების დროს. ვიღოთ opacity 0.2 მაგალითად. და აქ რა თქმა უნდა transition-ი დავუწეროთ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ნელ-ნელა 0.2 წამოდი slash-ი და მეწერა. line-ი დავუწეროთ. დამეწერა და მოდი ვნახოთ. დააკვირდებით mouse რომ მივიტან. ეს ელემენტი კრთალდებასავით, ანუ ქრებასავით.
უკიდან მაგალითად რამ background color ხავს დავაყენებ. Background color-ი აი დააკვირდებით უკიდან ჩვეულებრივად გამჭვირვალე ხდება, უკიდან არაფერი იქნება იმ ფერს. ავიღებს. აი ამითაც შეგეძლო გიორგი პირობითად რომ აი ეს გაგიკეთებინო. აი საბოლოო ჯამში opacity-ით გამოვიტანე ვარსკვლავი და opacity-ით დაიმალა ბოლოს. უბრალოდ კითხვა ის იყო, რომ ანუ მხოლოდ განლაგებაზე მქონდა კითხვა, თუ ეს ანუ Starlayer-ი დივში მაგიტო ჩავსვი ყველა, რომ ერთიანად გამოსულიყო, შესულიყო, ცალკე ბრძანება არ დამეწერა. და transparent-ი იყო უბრალოდ ეს ეს დივი ასე ვთქვათ რა და მაგრამ უბრალოდ მხოლოდ განაწილება მაწვალა ადგილებში, თორე ეს მივხვდი კი opacity-ით გავაკეთე ზუსტად keyframe-ით. ძალიან კარგი. აქ რაზე გავჩერდით? ეხლა რა გვინდოდა გაგვიარა. იდეაში ეს განახედა კიდე რაღაც ჩვენება მინდოდა, კაი თუ გამახსენდება. გეტყვით. ხო, და მანამდე ჩვენ შეგვიძლია გადმოვიდეთ Figma-ს ოფიციალურ საიტზე. Figma გავუგლოთ. Probably Google-ში Figma ჩავწეროთ, figma.com ოფიციალური საიტი. და სადაც უნდა გავიაროთ რეგისტრაცია, get started for free. ვირჩიოთ. იდეაში სტანდარტული რეგისტრაცია იქნება, მე მაქვს აკაუნთი აღარ შევქმნი, მაგრამ დაახლოებით განახებთ მაგალითად შეგვიძლიათ Google აკაუნთით შეხვიდეთ, ან იმეილი და პაროლი შეიყვანოთ. მე რაღაც კითხვებს დაგისვავთ, მოსწავლე ხარ, სტუდენტი ხარ, თუ რა ხარ, გითხავთ. რით ხარ დაინტერესებული, რაღაც ესეთი ჩვეულებრივი კითხვები იქნება მაგაზე. იდეაში ერთი სავალდებულო რაც არის ახლა არის რომ სტუდენტი ხართ და დანარჩენს არ ექნება მნიშვნელობა. ხო, დარეგისტრირდით და გავაგზავნოთ. ეხლა დავრეგისტრირდეთ? კი, დარეგისტრირდით ახლა რომ ბარემ დავიწყოთ Figma-სთან მუშაობა. ხა. მე მანამდე ჩემი აკაუნთიდან გამოვალ, რომ განახოთ როგორ უნდა დავლოგინდეთ. იდეაში ეს უკვე აპლიკაცია მაქვს მე. შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია. ასევე შეგიძლიათ იდეაში ბრაუზერიდანვე იმუშაოთ, მაგრამ აპლიკაციიდანაც არ იქნება ცუდი. შეგიძლიათ იქნაც იმუშაოთ. Gmail-თან დავრეგისტრირდეთ? ჩვეულებრივი მეილი შეგვიძლია შეიყვანოთ ნებისმიერად. ანუ Yahoo-ი არ მაქვს. ქვემოთ წერთ იდეაში არ მარეგისტრირდეთ. Google აკაუნთი რომ აირჩიო. და Google აკაუნთიდან უკვე შეხვალ ჩაულებრივად different
იდეაში სანამ თქვენ რეგისტრირდებით უკანა ფონზე ვისაუბრებ. Figma არის ესეთი პროგრამა, ასევე საიტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დიზაინი შევქმნათ, საიტის დიზაინი, რომლის მიხედვითაც შემდეგ უკვე ამ დიზაინს ვაქცევთ კოდებად და ეს კოდები გამოგვივა უკვე საიტის სახით. მაგრამ შეგვიძლია უკვე გამზადებული template-ი ავიღოთ, რაღაც შაბლონი ავიღოთ, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევქმნით საიტს. და ამ ვიზუალს, ამ დიზაინს გარდავაქცევთ კოდებად და ამ კოდებიდან გამომდინარე მივიღებთ საიტს. იდეაში ადრე Figma სრულიად უფასო იყო, არაფერი არ ჭირდებოდა იმისთვის, რომ ნებისმიერ რამე გაკეთებინათ, მოკლედ, მაგრამ ეხლა რაღაც არსებობს აქ დეველოპერის რეჟიმი, საიდანაც კიდე სხვა მრავალი შესაძლებლობა გვეძლეოდა, სამწუხაროდ 4 თვის წინ ფასიანი გახდა Figma-ს ეს დეველოპერის რეჟიმი, მაგრამ ამის გარეშეც შეგვიძლია რომ რაღაც საჭირო რაღაცები გავაკეთოთ. გამოვიყენოთ მაინც ასე ვთქვათ, უფასოდ Figma. იდეაში ალტერნატივებიც გამოჩნდნენ ბაზარზე, რაც Figma-მ ფასი დაიდო და 2 წამი ბოდოში. 30 დღე არის უფასო, ხო? გთავაზობთ 30 დღიან უფასო აკაუნტს. მე მგონი მთავაზობ. ოკეი, მე არ შევთავაზა. მე უბრალოდ sign in with Google მივეცი და პირდაპირ შევიდა ერთი დაჭერით. და მე არის უკვე $12 ღირს. ხო, მე ვერსიაც არის და $12 ვერსიას უფრო მეტი ფუნქცია აქვს. ნუ ეგ ახლა. Figma-ს მარკეტინგი. შეზღუდული აკაუნტია რა, უფასო. რაღაც შეზღუდვები გვექნება, მაგრამ არ ენერგიულოთ, რაც საჭირო იქნება ჩვენ გავაკეთებთ ახლა შეზღუდვებს. და იდეაში პლაგინები არსებობს სპეციალური, რომლის საშუალებითაც ახლა ეგ შეზღუდვები, მაგ შეზღუდვებს ახლა საერთოდ გვერდსაულით 1-10 ჯერ. სხვადასხვა პლაგინით, ნუ ცოტა კი რაღაც პლაგინების დაყენება მოგვიწევს, იმის საშუალებითაც მუშაობა, მაგრამ ჩვეულებრივად მაინც შევძლებთ მუშაობას. შემდეგ კიდევ განახებთ რაღაც ალტერნატივებს, რითიც შეიძლება ვიმუშაოთ. და მის საშუალებით უკვე მოიცეთ ერთ წამი, რას ვამოვდი ახლა, აზრი დავკარგე. რაღაც წავიკითხე და ხო, პლაგინების საშუალებით, მოკლედ, შევძლებთ აი ამ რაღაც შეზღუდვების თავის აცელას. ეხლა რაღაც რომელი პლაგინიც იყო, ის პლაგინი მგონი გაქრა სადღაც, რომლითაც ვაკეთებდი, მაგრამ არა უშავს სხვა იქნება. წავა თუ დარეგისტრირდით, თუ გაიარეთ უკვე რეგისტრაცია. ბატონ. Google-ის აკაუნტით შევედი. მე მგონი მეც შევედი. მეც შევედი. ჩვენ ანუ არ დარჩა არავინ, ესე იგი, ვინც არ არის შესული. კარგი, მოდი მეც შევალ ახლა Google-ის აკაუნტით. ამას აქეთ გადმოვიტანდროებით. კარგი, აღარ მინდა. ამით login with browser თუ გინდათ აპლიკაციად გადმოწერეთ, ეხლა მე ვთქვი რომ დალოგინება მინდა. დამახსოვრებული ვარ უკვე მე. ხო, ნუ იდეაში ეს ჩემი spam აკაუნტი არის Figma-ში და აქ მაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი. იდეაში პროექტის გასახსნელად, ჩვენ რომ აქ პროექტი ვნახოთ, შეგვიძლია რომ
პირველ რიგში ლინკზე გადავიდეთ. ეხლა მე თქვენ ჩაგიგდებთ, მოგცემთ ლინკებს, რა ლინკზეც უნდა გადახვიდეთ. დღეს მინდა რომ აი ესეთ template-ზე ვივარჯიშოთ. ნახეთ. აი ესეთი template-ი გვაქვს მოცემული. header-ი, რაღაც content side-ი, რაღაც ტექსტია, ტექსტი, ღილაკი, ფოტო. შესაბამისად, მარჯვნივ უკვე მოცემულია ტელეფონის ვერსია, ტელეფონზე როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი. რაღაც აიკონი, სათაური, რაღაც კონტაქტო ისა, ბურგერ მენიუ. ეს ფოტო უნდა შეიცვალოს ამ ფოტოთი. ტექსტი. აბა ესეთ კითხვას დავსვავ ახლა მე. გვაქვს მოცემული ესეთი რაღაც რომ აი ეს ტექსტი და ეს ყველაფერი არის მარცხენა მხარეს, ეს გოგო მარჯვენა მხარეს. ეკრანის შევიწროება რომ დავიწყოთ. ტექსტის საწავა და ეს ფოტოს საწავა. რომელი ქვემოთ ჩამოვა და რომელი ზემოთ ჩამოვა. display flex-ი თუ აქვს სურათი დაბლა. სურათი ჩამოვა ქვემოთ. და აქ უკვე ჩვენ ვიცით რომ რო დავაპატარავთ, პირიქით, სურათი ზემოთ უნდა იყოს. და როგორ უნდა გავაკეთოთ ეგ? ორდერით ან reverse align-ით. Align justify contact column reverse. არა, ახლოს ხარ ხო? Column reverse, flex direction, column reverse. ან ორდერით. კი ბატონო, ან ორდერით ნებისმიერი ვარიანტი შეგვიძლია. ხო, მერე შემდეგ გვაქვს აქ კატეგორიები. სადაც მოცემული გვაქვს რაღაც ქარდები. აქ ქარდს აქვს ბორდერი, შიგნით რაღაც აიკონი, ტექსტი, ქვეტექსტი და ეს ყველაფერი მეორდება 12-ჯერ. შემდეგ ესეთი ვარიანტი გვაქვს, შემდეგ ესე, მე რაღაც ტექსტები, მე ესე და ეს და ეს. ნუ მთლიანად ვერ მოვასწრებთ, არ ამგონია ერთ ლექციაზე მოვასწროთ ამ ბენის გაკეთება, მაგრამ დავიწყოთ, რასაც მოვასწრებთ, ნელ-ნელა მივუყვეთ, ნელ-ნელა დავიწყოთ კეთება და იაში სადამდეც გავიდეთ. მე ახლა ლინკს ჩაგიგდებთ. Damit podešit. Linki დავკარგე მგონი. Shkarat დავკარგე, კარგი, მოდი აქეთ უნდა იყოს სადმე მისამართი. Preferences. არ პლაგინები არა, new design file placement, edit. იდეაში შევავშალოთ. და აქედან ამოვიღებ ლინკს.
ხდება და რაღაც რიტმი ხდება აშკარად. ჩაიტვირთა, გავხსნათ და იდეაში ახლა მე ჩაგიგდებთ ლინკს ამ კონკრეტული პლეითის და აქედან გამომდინარე ავაგდებთ მუშაობას. გადმოდით 2 წამი ჭირდება მე დავბრუნდები ახლა. აი ვხედავ, შემოვიდნენ. ანუ იდეაში აქ ერთმანეთის დანახვა შეგვიძლია. და მოდით და შემდეგ უკვე აგიცნით რა უნდა გავაკეთოთ. მე გამეთიშა და რაღაც გამოვტოვე. რა? აი, არ ვიცი. ანუ ლინკს ჩავაგდებო და მე გამეთიშა. ხო. ლინკზე გადახვედი, რაც ჩავაგდე ჩატში. არა, აი ახლა უნდა გადავიდე ლინკზე. ბატონო, გადადიდა. რა, დიანა, ჯერჯერობით სულებები არ გინდა აქ. ისედაც ეს ტემპლეიტი 10 ჯერ არის არეული. გასწორდა, არა არ გასწორდა. სწორებელია კიდევ. ანუ აქეთ უნდა გავასწოროთ ხა ესეთი რაღაც. ხო, იდეაში ყველა შემოხვედით, სანამ დავიწყებ. დარჩავინმე ვინც შემოსასვლელია? ინა. მე ვერ შემოვედი. რატო? არ ვიცი, ლინკზე რო გადავედი, გამოსახულება. აი, ახლა შემოვედი. ოკეი. ხო, უკვე შეგვიძლია რომ თუ შემოსული ხართ ყველა აქ, აი აქ დავაჭიროთ მარჯვნივ. რა, მივახო. აი აქ ნახეთ, ქვედა ის არის დააჭირეთ. და თქვენთან უნდა იყოს იდეაში duplicate to your drafts. სავარაუდოდ ესეთი რამ. ან duplicate. და დუპლიკატი შექმნით ამ ფაილის, რომ ყველას თქვენი ფაილი გქონდეთ, ანუ თქვენი template გქონდეთ. კიდევ უკვე გავაგრძელებთ მუშაობას.
ხო, გადმოვწერთ აიკონებს, რაც საჭიროა და გადავთ ყველაფერს. კარგი დააკოპირეთ და მოდი ეს რაღაც გავაკეთოთ. წინასწარ გავიდეთ შესვენებაზე. და შესვენების შემდეგ უკვე დავიწყოთ შევუდგეთ მუშაობას. კარგით. და გავთოთ ყველაფერი. აუ, ერთი წუთით. იცით რა არის? მე ეს კომპიუტერი მიჭირდა. მეგამეთიშე ინტერნეტი თუ გაგვეთიშე თუ რა მოხდა? მეგამეთიშე ხომ გონი? სავარაუდოდ. შეიძლება რომ გავაზიარო ეკრანი, რაღაცა მე არ ვიყავი, ანუ ინტერნეტი გამეთიშე და რა უნდა გავაკეთო? დუპლიკეიტზე გავჭირდი, როგორ უნდა გავაკეთო ეგ? ხო. აი აქ, ნახე, ქვედა ის არის, დუპლიკეიტს დააჭირე და ვსო. ეში, სიყვარისი იქნება. გაზიარებ, ნუ. ანუ ეხა შესვენება გამოცხადდა, ხო? კი, თქვენ შეგიძლიათ გავიდეთ, ნინო აქ ხარ? კი, აქ ვარ. ახლა შეარზეც მიჭედავს რა. ნინო, მოდი შესვენების მერე მაჩვენე. გასასვლელი ვარ მე ახსოვდი და კი ბატონო.
აქ ხართ მეგობრებო? კი ბატონო. კი. დიახ. ნიერი. ნინო, შეგიძლია გაზიარება ახლა. ნინო, აქ ხარ? კარგი, მოდით ნენელა დავიწყოთ და ხო. იდეაში პირველ რიგში ბოდიში კიდე გამეჭედა და ბოდიში აქ ვარ. უბრალოდ კი, აი ხა ბატონო. გავაზიარებ. შეარის მე რას უნდა დავაჭირო კიდე? უნდა აირჩიო სკრინი, ეკრანი. სკრინი, დიახ. სად ვარ მე? ახლა რა უნდა გავაკეთო? თუ გამოჩნდა? წეგან არ დარეგისტრირდი? აუ წეგან შევედი, ოღონდ მეორე კომპიუტერით. ახლა ისევ ამაში გადმოვედი და ახლა მგონი სხვანაირად შემოვედი, არ ვიცი, ავირიე. მეორე კომპიუტერმა გამიჭედა და ხო, რომელი მეილით და პაროლით დარეგისტრირდი თუ Google account-ით შეხვედი? მეილით. ხო, მაშინ აი sign up with emails დააჭირე. დიახ. ანუ ან მანდარა აი მარჯვნივ დარეგისტრირებას მოგთხოვს. მარჯვნივ აი მანდ login-ს დააჭირე. და login დამახსოვრებული აქვს პაროლით ეს შეგიყვანს. ხო, მე მანდ უკვე მეილი მოგივა და დასტურებ და ჩვეულებრივად შეხვალ. ოკეი. მადლობა. ეს მოდი გავაზიარებ, თუ რამე შეგვნა კიდე პრობლემა მითხარი. კარგით. აი ვერიფ. ეხლა მოგივიდა ხო მეილზე, გახსენი და დასტურებ მაგით. დიახ. ჩვეულებრივად duplicate აჭერდა. კარგი, მოდი მე ამას გავასრულებ ახლა. CSS ყველაფერი გავასრულოთ. და პირველ რიგში მოდი გადმოვწეროთ ეს აიკონი, აი როგორც ხედავთ, გვაქვს ესეთი უბრალოდ ფოტო მთლიანი, რომელსაც გადმოვწერთ. დავაჭერ ავირჩევ ამ ფოტოს და ცოტათი ქვემოთ ჩამოვსკროლავ და თუ დააკვირდებით, აი აქ თელ მარჯვნივ, ქვედა კუთხეში, როდესაც მოვნიშნავ, აი მივიტან, მთლიანი კვადრატი მოინიშნა, დავაჭერე ამ ფოტოს, მარჯვნივ გადმოვედი, ჩამოვსკროლე ქვემოთ და აი აქ იდეაში თქვენთან შეიძლება ესე იყოს. არ იყოს გახსნილი. და თუ არ იქნება გახსნილი, აი აქ პლუს დააჭერეთ. და გაგეხსნათ ექსპორტი. საიდანაც უკვე შეგვიძლია გადმოვწეროთ ჩვენი ფოტო. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ ფორმატი, როგორ ფორმატში მინდა. იდეაში PNG ფორმატში გადმოვწეროთ. PNG ფორმატი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ხარისხის მისაღებად. და დავაჭიროთ export frames. იდეაში ფოტო გადმოიწერა, შემიძლია რომ ეკრანზე უბრალოდ ჩვენ ფოლდერში ჩავაგდო ახლა ეს ფოტო. და მოდით ბარემ აქვე გვაქვს ესეთი აიკონი ტელეფონის, რომელსაც თუ დააკვირდებით ახლა რომ ვაჭერ, მენიშნება მთლიანი აი ეს ნაწილი, რაც რა თქმა უნდა არ მაწყობს, იმიტომ რომ მინდა რომ მარტო ეს ტელეფონი მოვნიშნო. თუ მინდა რომ მარტო ეს ტელეფონი მოვნიშნო, მივალ ამ აიკონზე და ორჯერ დავაწყაბ. ან ეხლა კიდევ სხვაგან დავაწყაბე, მოვიტანე მაუსი და დავაჭერ კონტროლს. მაგრამ კონტროლით მომენიშნება ცუდად. ანუ კონკრეტულად აი თუ დააკვირდებით, ეხლა აი ეს შემადგენელი ნაწილები ეს არ გვაწყობს. ამიტომაც ჩვენ გვინდა რომ
ორჯერ დავაწყაპოთ ამ აიკონს. გამარჯობა, ცოტყავაძე შემოვედი ახლა ხანს დამაგვიანდა ფოტოში. გამარჯობა ნიკა. ხო. ანუ ავირჩევთ ამ აიკონს. right? და ამ აიკონის შემთხვევაში ანალოგიურად მოვიქცევით, ჩამოვალთ, ექსპორტს ავირჩევთ და ავირჩევთ PNG-ს. დავაჭერთ ექსპორტ და სახელი და გადმოიწერება და უკვე ამ ფოტოს ჩავაგდებ ისევე ჩვენს ფოლდერში. ამ ფოლდერში იდეაში შეგვიძლია ცალკე ფოლდერი გავაკეთოთ იმეიჯებისთვის, images და მოდით ან სახელები მივცეთ. მოდი იდეაში ეს იყოს frame-ი უბრალოდ, frame. შემოკლებით რომ დავწეროთ და ეს იყოს phone. phone .png გასაგები სახელი რომ მქონდეს ორივეს. და ამ ორივე ფოტოს ჩავაგდებთ images folder-ში. კარგი. ჩვენიერი შემიძლია ეს ფოლდერი დროებით გავთიშო და რას გავაკეთებთ? იდეაში თავიდან საწყისი სტრუქტურა უნდა შევქმნათ. ნავიგაცია და მოდი მივხედოთ ამ ნავიგაციას. ანუ header-ი გვაქვს გასაკეთებელი, მერე main-ის ნაწილია. ეს უკვე არა იდეაში მოდი ეს მთლიანი ავიღოთ როგორც ერთი header-ი. რადგან თუ დააკვირდებით ერთი background color-ი აქვს და აი აქ რაღაც კრემისფერი სივრცე არის და ამიტომაც ჩავთვალოთ რომ ეს მთლიანი იქნება header-ი. მოდი შევქმნათ header tag-ი, კლასით header-ი. შიგნით რა თქმა უნდა შევქმნათ კონტეინერი და header-inner. ოკეი, სტანდარტული სტრუქტურა გავაკეთე და პირველ რიგში header-ის ნავიგაციას მივხებოთ, ხო? ანუ ზემოთა ნავიგაციას. აქ ჩავწეროთ nav tag-ი შევქმნათ, ანუ ნავიგაციის tag-ი. სემანტიკური tag-ია ესეც. და ავირჩიოთ კლასი. მივცეთ კლასი უბრალოდ header navigation. რომელშიც მე შევქმნი პირველ რიგში ლოგოს პირობითად. div შევქმნი navigation logo მაგალითად. შეცდომით მითქი navigation header-ი. შეცდომით მითქი წერილი. header მისნერია. header navigation. ხო, იდეაში. ორა დანარჩი. და მოდი navigation კონტაქტი იყოს. ტელეფონის ნომერი, კონტაქტე, რაღაც. და ამიტომაც navigation კონტაქტი დავარქვით. მოდი დავყოთ რაღაც კონკრეტულ ლოგიკურ ნაწილებად. ანუ navigation კონტაქტში ჩვენ გვექნება აი ეს აიკონი და აი ეს ტექსტი. შემდეგ გვექნება ული და შემდეგ გვექნება აი ეს აიკონი. იდეაში აიკონები რომ ავხსნათ, იდეაში ბარემ ჯობია რომ აიკონებიც ავხსნათ. და მივყვეთ აიკონებსაც. მოდი გავხსნი Visual Studio Code და ეხლა ამ div-ში, როგორც უკვე წერანა უხსნით, შევქმნით imgs, რომელშიც გვექნება წერტილი / ან წერტილის საშუალებით ხსნი როგორც გახსოვთ იმ ფოლდერს, რომელშიც ვიმყოფებით, ანუ
ჩვენს ფიგმას და გავხსნი ამ folder-ში images. რომელშიც შიგნით არის phone. .png. და აქ უკვე ამ navigation კონტაქტში გამოგვივიდა ეს image. შემდეგ image-ის ქვემოთ შევქმნი h-ს რომელშიც გადავიწერ აი ამ ტექსტს. აი ამ ტექსტს. ხო, იდეაში ტექსტის შემთხვევაში შეგვიძლია ორჯერ დავაკლიკოთ. აქ იდეაში აქ უნდა იყოს ეს თუ არ მოგვაშორეს. ხო, იდეაში უბრალოდ ორჯერ დავაწყაპოთ და დავაკოპიროთ ტექსტი. და გადავიტანოთ აი ამ h-ში. შემდეგ გვექნება u. რომელსაც კლასად მივცემთ navigation list. ამ ნავიგაციის სიარაღაც. ხო? რომელშიც გვექნება 4 ლი. უბრალოდ ჯერ მოდი შევქმნათ ლი. ლიში a-tag-ი აქ საცობებს დავაყენებ. ეს საშუალებით. ესე და ამ ლის, რომელშიც არის a-tag-ი, ჩამოვაკოპირებ 4-ჯერ. 1 მაქვს უკვე 1 2 3 და 4. ხო, მოდი აქ a-tag-ის გამხსნელსა და დამხურავში ყურადღებით დააკვირდით. გადმოვიტან ახლა ტექსტებს reception Jenny Brancy Persel და tips and news. Tips and ხო, on-time იდეაში ეს გადმოვიტანე და ეხლა დამჭა შემდეგი ნაწილი. აი ეს რაღაც იდეაში ესეც შეგვიძლია გადმოვიწეროთ. რატომაც არა? იდეაში ახლა აიკონების დაკავშირების მაგივრად შემდეგ აკეთელზე ავხსნი აიკონებს და მოდი ახლა უბრალოდ აი ამ აიკონსაც გადმოვწერ. დავაჭერ export და ავირჩევ აქ export. search-ი ანუ სავარაუდოდ search-ი ხო არქივი გაგვიხსნა. ხო, არქივში არის მოცემული ახლა ის ფოტო, თვითონ ის აიკონი, ხო. ისეთ საქმით მივიღეთ. კარგი, მოვხსნათ არქივიდან. გადმოვიდეთ დესკტოპზე, ჩავაგდოთ ახლა ეს folder-ში. სამ არქივს დავხურავ და ამ search png-ს წამოვიღებ, აი აქ images-ში ჩავაგდებ. ძალიან კარგი, ეხლა აი აქ მეოთხე ნაწილს. მესამე ნაწილს უბრალოდ პირველი გვაქვს navigation კონტაქტი, navigation list-ი და შემდეგ შევქმნი კიდევ ერთ divs. ან თვალკე ამ search-ისთვის. და მაგალითად მივცეთ navigation search. რომელშიც გვექნება image. იდეაში alt-ი არ დამჭირდება. და აქ images და search. ხო, იდეაში live server-ზე რო გადმოვიდეთ, ყველაფერი ჯერჯერობით არ იქნება, არანაირი, ყველაფერს არ იქნება არანაირი ნორმალური ვიზუალი. ხო, რაღაც უცნაურ რაღაც ვიღებთ. მაგრამ პირველ რიგში დაგვჭირდება რომ განულება გავაკეთოთ, ანუ ულს მიმართოთ, ან ordered lists და უთხრათ list style none. ანუ ის წერტილები წაუშალოთ და შემდეგ მიმართოთ a tags. მოდი უთხრათ რომ ფერი იქნება შავი
და text decoration ანუ underline-ი არ დაგვჭირდება. მოდი ვნახოთ. კი ბატონო, შვენიერი. და პირველ რიგში ახლა header-ის გასტილვით მინდა დავიწყო. headers მივცეთ. width, რა თქმა უნდა, 100%. მიგულისხმება ისედაც მაგის შემთხვევაში და სიმაღლე მივცეთ, ნახეთ, აი მე მთლიანად ახლა აი ამ ცოტა ზემოთ უნდა იყოს იდეაში ცოტა ჩამოწეული. და აი ახლა აქ მაუს რომ მოვიტან, თუ დააკვირდებით რომ ჩავაწყაპებ, ნახულობ რომ სიმაღლეში არის 759 პიქსელი, ანუ 1920 პიქსელი აქ წერია სიგანე და 759 პიქსელი სიმაღლე. ყველგან ანალოგიურად გვიჩვენებს სიგრძეს და სიმაღლეს, რასაც დავაჭერთ, მაგალითად ეს კონკრეტული ტექსტი რომ ავირჩიოთ, სიგრძეში არის სიგანეში უფრო სწორად 435 პიქსელი, სიმაღლეში არის 174 პიქსელი. ხო, ამიტომაც ვიცით რომ 800 პიქსელია სიმაღლეში ჩვენი header-ი. ამიტომაც height-ს დავუწერთ 800 პიქსელს. და ასევე, ნახეთ, აი აქ მარჯვნივ თუ დააკვირდებით, ანუ ეხლა რადგან ეს კონკრეტული background-ი მაქვს მონიშნული, ხელმარჯვნივ აი აქ არის ესეთი ფილი, რომელშიც მოცემულია ის ფერი, რა ფერიც adds background color-ად ეს headers. და მოდი დავუწეროთ background color-ი და შარპის საშუალებით აი ეს მნიშვნელობა FFEBEB. მოდი იდეაში ახლა ვნახოთ როგორ გამოიყურება, უკან გამოვწევ, მიახლოებული მაქვს, ხო, შვენიერი თავიდან ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება. ეხლა პირველ რიგში მე დამჭირდება ესეთი რაღაც, რომ header navigations რატომ მიმართო? Header navigation, ეს nav tag-ი არის navigation contact-ის, ულის და აი ამ navigation search-ის შობელი ელემენტი. შობელი tag-ი არის. ამიტომაც display flex რომ ვეტყვი, ამ ყველაფრის გადანაწილება შემეძლება justify content space between-ის საშუალებით. ხო, ნუ ჯერჯერობით ახლა ვერაფერს ვერ გადავანაწილებთ, იმიტომ რომ header navigations ზომა არ აქვს. საიდან გამომდინარე, ახლა გეტყვით. ჩვენ აქ შევქმნით კონტეინერი და ამ კონტეინერის ზომა არ ავწერეთ. ამ კონკრეტულ template-ზე მე ვიცი რომ არის 1200 პიქსელი. მაგას სტანდარტული კონტეინერის რაოდენობა არის, ამიტომაც მოდი, იდეაში შეგვიძლია რომ აი ზემოთვე დავწეროთ კონტეინერის სტილები, იმიტომ რომ კონტეინერი ერთხელ გვექნება და შეგვიძლია რომ პირველი დავწეროთ კონტეინერი. მივცეთ width 1200 პიქსელი, ოღონდ დააკვირდით მეგობრებო, რომ მე მივცემ ახლა max width-ს, მაქსიმალურ სიგანეს და padding-ებს მივცემ 0 პიქსელი ზემოდან და ქვემოდან, 15 პიქსელი გვერდებზე. აი ეს padding-ებს რატო ვაძლევ კონტეინერს თუ გახსოვთ? აი კონტეინერს რატომღაც მივეცი padding-ები. კარგი თამაში. განახებთ ცოტა ხანში რატო ვაძლევ ამ padding-ებს, მაგრამ ასევე დავუწერ height-ს 100%, იმიტომ რომ კონტეინერი უნდა იკავებდეს ყოველთვის შობლის 100%-ს სიმაღლეში, რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა, margin 0 auto რის მეშვეობითაც ჩვენი კონტეინერი წამოვა ცენტრში. ხო. შვენიერი აი აქ navigations არა და navigation და მოდი ვნახოთ, ოკეი. განაწილდა ახლა ჩვენი ელემენტები ესეთი გზით. ხო, იდეა header-ის ნავიგაციის სიმაღლე შეგვიძლია ვნახოთ, რამხელა არის
ეს კონკრეტული ერთი ელემენტი შეგვიძლია ავიღოთ როგორც სიმაღლის მაჩვენებლად 29 პიქსელი არის სიმაღლეში ამიტომაც header navigations მივცეთ height-ი 30 პიქსელი, მოდი დავამგვალოთ 29 რაღა იყო. და შემდეგ უკვე დანარჩენი სტილები მივცეთ. შემდეგი ანალოგიურად დაგჭირდება align item center-ი, height პირველ ხაზზე ავიტან. და ნუ ჯერჯერობით გამოვიდა ესეთი რაღაც. ეხლა დაგჭირდება ეს ფოტო და SH ორი რომ დავაყენოთ გვერდ-გვერდ. აქაც შეგვიძლია ანალოგიურად display flex-ი გამოვიყენოთ. ულში მყოფი ულის შვილები ლიები ანალოგიურად ერთ ხაზზე უნდა დავაყენოთ და ანალოგიურად flex-ის გამოყენებაც შეგვიძლია. მოდი გავაკეთოთ. ანუ header list-ი არა მოდი ჯერ პირველ რიგში header კონტაქტი კონტაქტს მიმართოთ, რადგან პირველი გვიწერია header კონტაქტი აქეთ და მერე list-ი უკვე. ხო, header კონტაქტ და navigation კონტაქტ. display flex-ი მივცეთ. მოდი შევხედოთ საიტზე როგორ გამოვიდა. ოკეი, მაგრამ ეხლა რადგან ჩვენ გვჭირდება რომ ერთ ხაზზე დადგენ ესენი align items centers დაუწერ, AICS შემოკლებით და გაფი მოდი ჯერჯერობით 20 პიქსელს დაუწერ. სასწრაფოდ რომ ერთმანეთს შორის დაშორება მიიღო. ხო, გონი იდეაში მშვენიერია, მაგრამ ძალიან დიდი არის გონი დაშორება აქ. მოდი შევამოწმოთ. ხო, აი დეველოპერის რეჟიმი სად დაგვაყდა ეხლა. აქ მაუსის მიტანის დროს დეველოპერის რეჟიმში გვიჩვენებს სუსტ დაშორებას. შემდეგ ლექციაზე მე განახებთ პლაგინს, რომლის საშუალებითაც, იმიტომ რომ ზუსტად კარგი პლაგინი მინდა განახოთ ერთი პლაგინი ვიცი, მაგრამ ის აი ძალიან უცნაურად მუშაობს რა და არ მინდა ის კონკრეტული დავიწყოთ რომ მე ეს რო ვისწავლოთ მე სხვაზე გადაწყობა დაგჭირდება. ამიტომაც ჯობია რომ შემდეგ ლექციაზე კარგად განვიხილოთ ის უკეთესი ყველაზე კარგი პლაგინი რომელიც იქნება მოვარჩევ და ხო, იდეაში 20 პიქსელის მაგივრად უბრალოდ დაახლოებით 15 პიქსელი მივცეთ და ოკეი, ნორმალური იქნება. ეხლა პიქსელ ზუსტად აწყობა მაინც ჯერჯერობით არ არის საჭირო. ხო, შემდეგ უკვე navigation lists ამოვიცემთ display flex ანალოგიურად და გაფები მივცეთ 20 პიქსელი. ეს navigation list, ასევე align item center მივცეთ. ხო, და ერთი აქაც შეგვიძლია რომ თვითონ header navigations ან თვითონ headers მიმართოთ და padding top-ი მივცეთ. padding top-ს რატო აძლევ თქვენი აზრით? რო ჩამოიწიოს დაბლა ლისტმა და კონტაქტმა და საძიებო ხილაკი. ბატონო, ეს ყველაფერი ჭერზე არის ახლა მიწევებული, რაც არ გვაწყობს, ამიტომაც შეგვიძლია რომ padding top-ი შევუქმნათ ჩვენს headers. მაგრამ აი კონტეინერის padding-ი მაინც ვერ გავიხსენე, რატომ მივეცით. ხო, ყურე, მაგას განახლა. აი რესპონსიული რო გავხადოთ ჩვენი საიტი. შეხედე ახლა, აი აქ მივახლოვ მაქსიმალურად. კი, გვერდზე რო არ მიეწებოს მისას. აი შეხედე ახლა კუთხეზე. კი ბატონო, კუთხეზე იმიტომ არ არის ახლა მიწევებული არც ეს აიკონი და არც ეს აიკონი. იმიტომ რომ კონტეინერს აქვს თავის padding-ები, რომელიც არ გადავს იმის საშუალებას, რომ მიეწებოს კუთხეებს. ხო, ოღონდ იდეაში მე ახლა როგორ გავაკეთე, ანუ ესენი ახლოს დგანან და ის იქით მეორე კუთხეში არის. ამიტომაც ანუ აი აქ რა გამოსავალს შემოთავაზებთ, რომ ეს ორი დაახლოებით პლუს მინუს მარცხნივ იყვნენ და ეს მარჯვენა კუთხეში. ორ დივში, ანუ კონტაქტი და ლისტი უნდა მოხდეს ერთ დივში და საძიებო მეორე დივში და space between it დადგეს ბოლოს. კი ბატონო, ზუსტად. ხო, ნუ 50 პიქსელი თან ბევრია, 20 პიქსელი padding-ი მივცეთ. ნორმალურია. ანუ ეხლა ჩვენ ეს ორი ელემენტი უნდა ჩავსვათ საერთო დივში
და შემდეგ ის უნდა მოხდეს space between-ის საშუალებით ოთხეში. ანუ აქ შევქმნი მე მაგალითად navigation contents ისეთ divs გავაკეთებ და ჩავსვავ იამ თლიან ვიცოდეთი right ასე გავაკეთებ ამ ორივე ამ divs და ამ moves ჩავსვავ ერთ divში ხო ну შეიძლება okay ესე მივიღეთ მაგრამ მივმართავთ ახლა navigation contents and header navigation sys გამოდაუწეროთ მივცეთ display flexi და შესაბამისად gap-ით შეგვიძლია დაახლოებით 100 პიქსელი დაშორება მივცეთ არა 100 პიქსელი ბევრია შეგვიძლია 80 პიქსელამდე დავწიოთ და მივიღებთ ხო ну ეს რაღაც ხო ეხლა რა გჭირდება იდეაში ოკეი ეს სად არის იდეაში ხო კიდე რა შეგვიძლია ავიღოთ ფონტებით შემდეგ გაკვეთილზე განაქვთ ან შრიფტის ტიპი მაგალითად ეხლა როდესაც ავირჩიე ეს ტექსტი მიჩვენებს აი აქ მარჯვნივ თუ დააკვირდებით პროდუქტ სანსი არის ბოლდი არის ამას კარგად დეტალურად გავუვლით შემდეგ ლექციაზე 16 პიქსელია any ელემენტი სიმაღლეში ნუ სტანდარტული ზომა აქვს მაგრამ თუმცა road bold-ი არის თორე ჩვეულებრივი ზომა ხო შემდეგ აკვეთილზე შრიფტებზე უკეთესად ვარჯიშებთ ანუ შრიფტებს აუხსნი ავარჯიშებთ ოკეი ჩვენ შემთხვევაში უკვე ეს ნავიგაცია მზად არის და ქვემოთ უკვე შეგვიძლია შევქმნათ now tag-ის ქვემოთ, ანუ now tag-ი ხომ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს ნავიგაცია გქონოდა და now tag-ის ქვემოთ შეგვიძლია უკვე აი ეს კონკრეტული მონაკვეთი გავაკეთოთ header-ის. რომელთაც მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. დავარქვათ header content-ი მაგალითად. და აქ დაგვჭირდება ახლა ორი div. მარცხენა მხარისთვის და მარჯვენა მხარისთვის. content. თან უყურეთ მაგალითად header content-ი შევქმნი, მაგრამ ახლა content სახელს გავუყვები მე კონკრეტულად. content text-ს ანუ content-ის რაღაც ტექსტები ან ტექსტების მაგივრად მოდი იყოს info, რაღაც ინფორმაცია და content ირე image მექნება div-ი, რომელშიც რა თქმა უნდა img მექნება მოცემული და შესაბამისად წერტილის საშუალებით image-ი და frame png-ს ჩავსვო. content info-ში გვექნება h1 იდეაში ეს ტექსტი შეგვიძლია h1-ის საშუალებით გამოვიყვანოთ. შემდეგ პარაგრაფი და შემდეგ ღილაკი. h1 ერთი h1-ის გამოყენება სავალდებულოა ასე ვთქვათ, ხო? კი, ანუ უნდა შევეცადოთ, რომ მარტო ერთი h1 იყოს თითო გვერდი. და აი რო არ იყოს ცუდია, ხო? ანუ სემანტიკისთვის ასე ვთქვათ. კი, სემანტიკისთვის არ იქნება მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ამაზე არის საშუალებით პრობლემას ავიცილებთ, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი გვერდები გვექნება. ამიტომაც ერთგვერდიან აპლიკაციაში სხვადასხვა ბევრი გვერდი გვექნება, დაგისპოილერებთ. ერთ გვერდში ბევრი გვერდი. ხო, და მოდი ეს ტექსტი გადმოვიტანოთ h1-ში, შემდეგ პარაგრაფში წამოვიდოთ, ახლა ორჯერ დავაწყაბოთ და Ctrl+C საშუალებით დავაკოპირებ. ამ ტექსტსაც აქ გადმოვიტან პარაგრაფში და გვექნება ახლა აქ ბატონი, მოიცა ეწერა explore companies
ხო, იდეაში მივიღეთ ახლა ესეთი რომ გადმოვიდეთ ახლა ჩვენ საიტზე, ეს ყველაფერი ჯერჯერობით ესე უხეშად ჩანს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? პირველ რიგში, content, header contents უნდა მივცეთ display flex. მივცეთ display flex-ი და justify content space between. ანუ დავაშვებთ. მაგრამ თუ დააკვირდებით ახლა ეს მაინც ასე ვთქვათ, ტექსტი მოწებებულია ამ ფოტოს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? იდეა შეგვიძლია სიგანე შეუზღუდოთ ჩვენს ტექსტს. მოდი ახლა გადმოვიდეთ ისევ Figma-ზე და მოდი ვნახოთ პირველ რიგში რამდენია სიგანეში. სიგანეში არის 425 პიქსელი ორივე ელემენტი, ამიტომაც ამ ტექსტს კი არა თვითონ თლიან divs შეუზღუდავთ სიგანეს და ამის საშუალებით უკვე ტექსტს შევამცირებთ. და ასევე თუ დააკვირდებით ეს ტექსტი, ამ ტექსტის ზომა აი აქეთ მარჯვნივ წერია არის 48 პიქსელი. ასევე აქ გვაქვს აი ესეთი რაღაც, სადაც წერია auto. ეს არის line height-ი, ავტომატური line height-ის ზომა არის 19 პიქსელი. ზოგადად აქ ავტორად განწერია, ესე იგი შეცვლას არ საჭიროებს. მოდი, მოჩან კიდევ ერთხელ 425 პიქსელი, ანუ header contents უნდა დავუყენოთ. არა, header contents არა, content infos. Content infos უნდა დავუყენოთ max width, ანუ მაქსიმალური სიგანე, რა არის რამდენზე გაზრდაც შეიძლება იქნება 435 პიქსელი. და იდეაში ხო, всё. მარტო ეგ ჭირდება. ხო, ეხლა ოკეი, ესე გაკეთდა, ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია header contents merging top-ი უთხრათ, იმიტომ რომ ზემოდან ჩამოვწიოთ ეს მთლიანი ერთი წამით მეგობრებო. body-ში გავაგრძელოთ. ანუ header contents merging top-ი უთხრათ, რომ ცოტა ჩამოვწიოთ ჩვენი ყველა მთლიანი კონტენტი, მაგალითად 100 პიქსელით ნახოთ, როგორ იქნება თავიდან. ხო, მგონი იდეაში ნორმალურია, ну, ცოტა შეიძლება და ნაკლები. ოკეი. და h1 შეგვიძლია 48 პიქსელამდე გავზარდოთ ახლა. ანუ მე მივმართავ ხა content ტირე infos და ვეტყვი რომ შიგნით არის რაღაც h1 რომლის font size-იც იქნება 48 პიქსელი, ხო? თუ არ ვწდები. 48 პიქსელი, მაგრამ რატომღაც ვერ ემთხო, ანუ contact eury და აქ after-ი ეტევა. იქვე რა. ხო, ეს ფონტის 48 და ჩვენი ფონტის 48 შეიძლება ცოტა სხვაობა იყოს. კი, ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, ანუ იქ ცოტა დიდი შეიძლება იყოს, ამიტომაც ჩვენ მოდი 50 პიქსელამდე გავზარდოთ, ნახოთ როგორ იქნება. 55 პიქსელი. ძალიან ბევრია, 53 პიქსელი. ხო, აი იდეალურია 53 პიქსელი. ხო, და მოდი merging bottom-ი უთხრათ ზოგადად ამ h1-ს ახლა, რომ h1-ს ანუ ამ ელემენტს როდესაც მივმართავთ და merging bottoms მივცემთ, ანუ ამ ქვედა პარაგრაფს ჩამოვწევთ და დავტოვებთ ამათ შორის სივრცეს. ნუ დაახლოებით 20 პიქსელი მივცეთ ახლა. ოკეი, შვენიერია. შესაბამისად, აქ სტილებიც ვნახოთ, რა სტილები გვაქვს. აი აქ თუ დააკვირდებით ახლა line height გვაქვს 30 პიქსელი, 18 პიქსელი გვაქვს. font size-ი, ანუ 2 პიქსელით გაზრდილი სტანდარტულიდან. და ფერი აი ესეთი color. ხო, მოდი მივცეთ ეს ყველაფერი, იდეაში demo-დის საშუალებით ესეთი კომფორტი გქონდა, რომ პირდაპირ დააჭერდი, აი ეს სტილები იყო ერთ ხაზზე ჩამოწერილი და დაკოპირებას უნდა დაგეჭირა და ჩასვავდი პირდაპირ. ხო, რაღაც ესეთი ახლა სამყაროდ შეზღუდულები ვართ მაგაში. და შემდეგ მივმართოთ content
ტირე ინფოს და უთხრათ, რომ შიგნით არის პარაგრაფი. რომელი პარაგრაფის font size-იც იდეაში ახლა ჩვენ გავხადოთ 20 პიქსელი, რადგან გავიგეთ, რომ ეს პროდუქციაში უფრო დიდი არის. ვიდრე სტანდარტული ტექსტი. 18 პიქსელი მივეცით, მოდი ამ ფერს დავაკოპირებ, ასევე line height 30 პიქსელი, ხო? Line height თუ გახსოვთ რა იყო? ტექსტებს შორის ხაზების დაშორება სიმაღლეში. კი ბატონო, ანუ აი margin top-ი, margin bottom-ი ასეც გათხოვეს. კი ბატონო. ხო, აქაც მგონი არა. ცოტა უნდა დავუკლოთ აი 2 პიქსელით მგონი. არა, 2 პიქსელით მაშინ მართლა 18 პიქსელი გამოვა. აქ quickly-ზე გადავარდა, აბა 19 ვნახოთ. იდეალური. ხო, ესეც გამოვიდა, მოდი აი აქ ცოტა HRC ვეთქვი რომ margin bottom-ი ცოტა მეტი იქონდეს 25-35 პიქსელი. 55-55-ის ბარემ და ეხლა აი ამ რელაქსაცს ჩამოვწევთ, ანუ პარაგრაფს მიმართავს და margin bottom-ის საშუალებით ვეთქვით, რომ ქვემოთ დაიწიოს დაახლოებით ეს 50 პიქსელით. შვენიერი, იდეაში ეხლა აქ შეგვიძლია ღილაკი ავირჩიოთ და ვნახოთ რა სტილები უნდა მივცეთ. იდეაში აქ შეგვიძლია ეს ფერი დავაკოპიროთ. აქ ეს border radius-ი არის 4 პიქსელი. დააკვირდებით აი ეს მოხრილი ხაზი, კუთხის აი რადიუსიო, დაახლოება გვეუბნება. ნუ დანარჩენს უკვე მივხედავთ, იქნა გამომდინარე რომ ზომა ვიცით. აი აქ თუ დააკვირდებით W წერია, რაც width-ს ნიშნავს, 51 არის სიმაღლე, მოდი 180-ი 50-ზე გავაკეთოთ, ბარემ. ანუ აქ გვაქვს content info-ში ბათონი და სამსად აი ამ ბათონს content info-ში გვაქვს ბათონი და ამ ბათონს მიმართავთ, რომელსაც ვეუბნებით იდეაში პირველ რიგში background colors amperes width 180 პიქსელი, height 50 პიქსელი, border radius იყო 4 პიქსელი და იდეაში მგონი ეგ არის, ხო. ტექსტის ფერი შეუცვალოთ, ანუ background color-ი შეუცვალეთ, მაგრამ უკანა ფერი შეუცვალეთ, მაგრამ არ შეგვიძლია წინა ფერი, სამისად თეთრი ტექსტი დავაყენოთ აქ. border-ი გავუთიშოთ. ანუ ეს შავი შემოხაზულობა და მივცეთ cursor pointer. cursor pointer-ის საშუალებით mouse-ს მიტანის დროს აი ესეთ თითს გვაჩვენებს. ღილაკი. ხო, იდეაში ეს ნაწილი, header-ის ნაწილი გავაკეთეთ და უკვე შეგვიძლია რომ ნელ-ნელა უკვე დავიწყოთ ამ ყველაფრის მორგება სხვადასხვა მოწყობილობებზე. ანუ გავხადოთ responsive. მოდი ახლა ვნახოთ როგორ მოიქცევა პირველ რიგში ეკრანის შევიწროების შემთხვევაში ჩვენი საიტი. მოდი ვნახოთ რომ ჯერჯერობით, ოკეი, კარგად იქცევა. თუ დააკვირდებით, რადგან ამ ნაწილს max width-ი აქვს მიცემული, ტექსტი უბრალოდ ვიწროვდება და საიტის სტრუქტურას არ არღვევს. მოვდივართ და უკვე აი 1000 პიქსელზე უკვე მგონი ძალიან ვავიწროვებთ ჩვენ ტექსტს, ხო? ნუ უფრო აი 980 პიქსელამდე შეგვიძლია რომ მოვიყვანოთ ჩვენი ტექსტი. შესაბამისად, აი აქ რისი გაკეთება შეგვიძლია ახლა 980 პიქსელზე. შეგვიძლია 980 პიქსელზე ავიღოთ პირველი break point-ი, აქ დავწეროთ ზაღლუკა და max width 980 პიქსელი და ის რა გავაკეთოთ? ჯერ არანაირი ცვლილება არ მოვახდინოთ, უბრალოდ აი აქ ტექსტი დავაპატარაოთ, ეს ტექსტი, შესაბამისად ეს ტექსტიც ღილაკი იყოს ჩვეულებრივი ზომა და ეს image დავაპატარაოთ.
მოდი engine ვნახოთ ამ ხელა ზომაში 588 პიქსელი არის სიგანეში, ანუ დაახლოებით 400 პიქსელამდე ჩამოვიყვანოთ. მივმართოთ ახლა content info-ში ყოფ HRs და უთხრათ font size-ი, რომ ექნება მაგალითად 48 პიქსელის მაგივრად 40 პიქსელი. ხო, თუ დააკვირდით, ეს დაპატარავდა ეს ტექსტი, შემდეგ content info-ში ყოფ პარაგრაფს მიმართავთ. დავეთქვით, რომ font size-ი 16 პიქსელი გახდება. ხო, და შესაბამისად content როგორ იყო content image ხო? content image-ში, div-ში არის img tag-ი, რომლის width-ი მაგალითად გახდება 400 პიქსელი. ხო, და მივიღებთ ეს რაღაცას. ანუ თუ დააკვირდებით ახლა შევიწროების შემთხვევაში აი ესეთი რაღაც მოხდა. ხო, დავიწყეთ შევიწროება, ჩამოვედით 800 პიქსელამდე, ჩამოვედით და აი აქ უკვე როგორც ხედავთ, ჩვენი header-ი ირღვევა. რომელ პიქსელამდე, აი მაგალითად 740 პიქსელი ავიღოთ, შემდეგი break point-ი. media, max width ისევე და ავიღოთ 740 პიქსელი შემდეგი break point. რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? პირველ რიგში წინაზე იდეაში burger menu-ს ვიზუალურად გაკეთება განახით. მე და ახლა მაგაზე დროს არ დავხარჯავ ისე ნება ჯერჯერობით და აი აქ მიმართავთ dn-ს, ანუ დავეუბნებით რომ იმ ელემენტს, რომელსაც კლასი აქვს dn, მიეცი display none. რის შემდეგადაც ჩვენი ეს ელემენტები გაქრებია. მოდი დავიწყოთ. მიახლოება და 740 პიქსელი არა, ხო 740 პიქსელზე უკვე ეს ელემენტები გაქრებია. მოდი თავიდანვე burgers მივცეთ navigation content-ის ქვემოთ. burgers მივცეთ display none, ანუ იმ div-ს, რომელიც ახლა ჩვენ აქ შევქმნით და შემდეგ როდესაც და ასევე მოდი რამე სტილები კონდეს. width მაგალითად 40 პიქსელი, height 40 პიქსელი, background color-ი შავი და უბრალოდ ესე იყოს. ახლა ახლა ჯერჯერობით სხვა არაფერს გაკეთება და როდესაც dn-ს მიეცება display none, ამ დროს burgers დაუბრუნდება display. ეს display block-ი default-ია, ხო, display block-ი, ანუ none-ის შემდეგ. კი, ანუ იდეაში ხო div-ი არის და როდესაც none-ს ვეუბნებით, რომ გაქრეს. всё, წავიდეს რა, ანუ არანაირი სივრცე და ის აღარ ექნება. აი ჩათვალე რომ აღარ არსებობს, მაგრამ blocks რო უწერთ, ისე უბრუნებთ div-ის სტანდარტულ თვისებას. გასაგებია. და აქ ახლა ასევე ამასთან ერთად შეგვიძლია რომ მივმართოთ ჩვენს პატივცემულ header content-ს და header content-ს ხო გვიწერია display flex-ი, რაღაც justify content და ასე შემდეგ. არის header content display flex justify content space between emerging top 80 პიქსელი და მე მივუწერ ახლა დამატებით ესეთ სტილს, როგორც არის flex direction column
ჩვეულებრივი კოლონი რომელიც არასწორად იქნება, ნუ reverse დაგჭირდება, მაგრამ მაგის გარეშე ვნახოთ ჯერჯერობით. მოდი დავაპატარავოთ, ხო, ესეთი რაღაც ხდება, მაგრამ ანუ ჩვენ გვჭირდება რა თქმა უნდა reverse-ი, colon-reverse-ი. ხო, ნუ ეხლა ცოტა ზომებიდან გადის, ასევე დაგჭირდება აქ justify content-ი, უბრალოდ align items ცენტრი უკვე, რადგან შეიცვალა ღერძი და align items-ის საშუალებით უნდა გავცენტროთ ჰორიზონტზე. ხო, ცენტრში წამოვიყვანეთ იდეაში, მაგრამ ეს ყველაფერი გადის ზომებიდან. ამიტომაც შეგვიძლია რომ ფოტოს შევზღუდოთ ისევე სიგრძეში, ფოტოს ზომა შევზღუდოთ header image-ში არის img tag-ი, რომელსაც width გაუხდება 300 პიქსელი. ხო, არისო, მოდი 100 პიქსელზე ვსვი, დავტესტა უბრალოდ. რაღაც არასწორად მიწე content image ხო არ არის. ხო, content image-ი არის. რაც არის. და image-ი. ხო, და მივიღეთ ახლა ესეთი რამ. რომ აი ესე ნელ-ნელა მოხდა ცვლილება და შეგვიძლია უკვე დავაპატარავოთ ჩვენი ეკრანი 400 აი უკვე 450-ზე მოხდება დარღვევა უფრო მეტზე. 460 პიქსელი შეგვიძლია ავიღოთ უკვე ახალი break point-ი, რომლის შემდეგადაც მოვახდენთ კიდევ რამე ცვლილებას. მოდი შემდეგი break point-ი ავიღოთ. media max width 460 პიქსელი, სადაც ვეტყვით რომ დარღვევას რაზე ამჩნევთ? აი ხო ამ შემთხვევაში მე ვერ შევამჩნი. შეხედე, აი ხო ვავიწროებ ეკრანს. ვავიწროებ და აი შეხედე, აი აქ ეს ბათონი გამოცდა header-ის background-ს. და უკვე всё, ესე იგი ეს აღარ გვაკმაყოფილებს ეს სიტუაცია, ამიტომაც შეგვიძლია რომ ეხლა ჩვენთვის უკვე ნაცნობ სტრატეგიას მიმართოთ. აი ავიღოთ ეს ყველაფერი, აი ეს ერთიანად, გადმოვიტანოთ აქ და დავუწიოთ ზომებს. 30 პიქსელი გავხადოთ მაგალითად ეს, ნუ ეს ოკეი იყოს. 16 პიქსელი, მაგრამ merging bottom-ებს დავუკლოთ, დაახლოებით 50 პიქსელები გვიწერია, ხო იქ? არის? ხო 50-55-ები ესე გვიწერია, ამიტომაც merging bottom-ი 50-ს მაგალითად 30 პიქსელი იყოს აქაც და აი აქაც merging bottom-ი მივცეთ 30 პიქსელი. მოთ ეს height width 400 პიქსელი არ გვინა ეს ფოტო. ხელს აღარ შეგვიშლის, რადგან 300 პიქსელი არის. ხო და ნუ როგორც ხედავთ, აი უკვე შეგვიძლია კარგად დავაპატარავთ, ნუ ეს კონტაქტერს ამ რაღაც ტექსტით შეგვიძლია შესაბამისად დავაპატარავთ, ანუ header მოიცა მაგას რა თქვა? navigation კონტაქტის h-როლ. navigation კონტაქტში იყო h2, რომელსაც მიმართავთ და ვეუბნებით, რომ font size-ი გექნება 20 პიქსელი პირობითად. მოდი navigation კონტაქტს მოვძებნი ახლა. და თავიდან ვნახოთ რამდენი უწერია ზომა. არა, ოკეი. ხო, ნუ h2 როა სტანდარტული ზომა ქონდა. მოდი ჩამოვიდეთ უკამოთ 18 პიქსელამდე დავუწიოთ. აი როგორც ხედავთ, ჩვენი ეკრანის დაპატარავება ახლა არის შესაძლებელი. 310 პიქსელამდე, იდეაში 300 პიქსელამდე ჩამოდი ზუსტად და არანაირი დარღვევაც არ არის. ჩვეულებრივად ეს იმუშავებდა, ახლა ნუ ეს ბურგერმენი მაგალითად არ იქნებოდა. შეგვიძლია კიდევ ამის ტექსტ დავაკლოთ ზომა, მაგრამ ოკეი, ეს აღარ პირდება. ან თუ დააკვირდებით ახლა ჩვენი ეს საიტის ნაწილი უკვე საკმაოდ რესპონსიულია და ჩვენივრად მოქმედებს ეკრანის ყველა ზომაზე. ხო, აი მედიები რო გავუთიშოთ. აი მედიებს წავშლი. გავაკომენტარებ. აი ესეთი რაღაცა იქნება, არასასიამოვნო.
ხება აი ესეთი არა სასიამოვნო რაღაც. ამიტომაც მე მედიები თამაშობენ ძალიან დიდ როლს. საიტის აწყობაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგის გარეშე საიტის აწყობას აზრი არ აქვს. და კიდევ იდეაში შეგვიძლია ეხლა რომ შემდეგი ნაწილი დავიწყოთ, მაგრამ იდეაში ბოლო დარჩენილ 12 წუთში ჩვენ შეგვიძლია ფონდ ასომე ვნახოთ და ასევე აი ფუტერი როგორ მივაბათ. ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება რა. ხო, გისმენთ. აი display none რო გავაკეთეთ და რო წაიშალა ჩვენ და შევიწროების დროს რა. ეგ დარღვევად არ ითვლება, ანუ შეუძლებლად შეიძლება საიტის დროს რო დაუშვათ მენიუ წაიშალოს და გაქრეს შევიწროების. კი, რა თქმა უნდა. კი, უყურეთ ჩვენ ხომ ანუ ესეთი ლოგიკა გვიწერია აქ რომ თუ ეკრანის ზომა იქნება ამა და ამაზე მეტი, ну თავიდანვე რა. მაშინ ოკეი, კონდეს მოდი მედიებს დავაბრუნოთ. ოკეი, კონდეს ესე ყველაფერი, მაგრამ ეკრანის ზომა თუ მექნება უკვე იმდენი, რომლის მიხედვითაც მე ესენი რაც ამა დავაპატარავ და რაც ამა ვაწვრილო, უკვე აღარ იქნება, ხო, კომფორტული რომ ესენი აი 12 პიქსელები გავხავდა ვეღარ მოვწყვეტ. ამ ყველაფერს გარდა დავაქცევთ რაღაც კუბიკად. რომელი კუბიკით შემდეგ უკვე ღილაკზე დაჭერისას პირაპირობითად რაღაც მენიუს ჩამოგიშლის, რომელშიც გექნება ეს სია. ის გაქრება, всё, დისპლეი აღარ აქვს. და გამოდის ეს, რომელსაც დისპლეი ბლოკი უბრუნდება და ეს არანაირი დარღვევა არ არის, ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში ეგეთი მეთოდები და ის სხვათა შორის კონტეინერის დამსახურება და იმ პადინგების დამსახურება, ეხლა აი ეს ტექსტები კუთხეებს რო არ ეწევებიან, მოდი იდეა შეგვიძლია რომ ასევე აი აქ ჩვენ კი არა აი აქ ესე აუჩიოთ responsive და რომელიმე კონკრეტული ტელეფონის ზომა უნდა. აი მაგალითად iPhone 12 Pro. აი iPhone 12 Pro შემთხვევაში ესე იქნებოდა ჩვენი საიტი. მოხარებელი რომ შემოვიდოდა, აი რამ პლანშეტი ვნახოთ, მაგალითად iPad mini-ის შემთხვევაში ესე ექნებოდა საიტი მომხმარებელს. მაგალითად Nest Hub-ის შემთხვევაში ესე ექნება. Galaxy Z Fold-ი ხელის 352 პიქსელიანი ესე. და აი ესეთი იდეაში ყველა მოწყობილობას ერგება ეხლა რაც გვაქვს აქ. და იდეალურად მშვენივრად ყველაფერი. კარგით, ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რამე კითხვები? არა, გასაგებია. კი ბატონო, მოდი ახლა დანარჩენი დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ და პროექტ ფიგმას გავთიშავ. ხო, შემდეგ ლექციაზე მოგცემთ პროექტებს, მასევე ჯობია თან Wix-ს განახებთ და მე მაქედან უკვე შევძლებთ რომ კარგი პროექტები მოგცეთ, ახლა რომ მოგცეთ, მაინც აზრი არ აქვს. და მოდი ცალკე folder შევკრიბოთ. ერთ პატარა კითხვა მაქვს ისე პირადად მიპასუხებთ, იცით? Style, ანუ CSS ფაილში მუშაობის მაგათ HTML ფაილში რომ style tag-ში ჩავწეროთ ეს ყველაფერი. სხვაობა რა არის? ანუ მუშაობს ორივე შემთხვევაში, მაგრამ ეს სხვაობა რა არის? იდეაში სხვაობა ის არის, რომ შენ HTML-ის კოდს წელავ და არაკომფორტულს ხდი, თორემ რეალურად მე რომ აი მაგალითად ეს რაღაც გავაკეთო რა, აი მაგალითად შევქმნი სტანდარტული სტრუქტურა და აი აქ პარაგრაფი მაქვს, ხო? და აი აქ მიწერია რაღაც 1 2 3. მე რომ აი აქ გავხსნა style tag-ი და პარაგრაფს მივმართო და ვუჩნდა რომ head-ში ვქენი რატომღაც. ხო, ну head-ში შეგიძლია, შეიძლება ხო? მაგრამ ხო, ოკეი. მისაღები ეგ, მაგრამ იცი რა არის პირველ რიგში კოდი ძალიან გეწელება HTML-ის და არ გირჩევნია რომ აქეთ გადახვიდე და არა HTML-ში ეძებო ერთ ფაილში ყველაფერი. და ზოგადად კომპანიებშიც არ არის მიღებული არანაირად მასე ერთ იმაში წერა. HTML-ის ფაილში style tag-ი წერა. ეხლა მაგალითად ნახე, აი აქ პარაგრაფს რომ მიმართე მე და უთხრა რომ font size-ი ექნება 30 პიქსელი და აქ რო გადმოვიდე და პარაგრაფს რომ მიმართო და უთხრა რომ font size-ი ექნება მაგალითად 50 პიქსელი. ამას უფრო მაღალი ორდერი აქვს.
ანუ ამას მოусმენს და არა ამას. ყოველ რადგან HTML ფაილში წერია. და უფრო მაღალი ორდერი აქვს ამაზე რა, ანუ დალინკული ახლა არ მაქვს რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ და მე უკვე შემდეგი ორდერი აქვს, ზოგადად მაგას თავიდან არ ვახსენებ ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეგრე შეეჩვიონ წერას და მე ეგრე ეჩვევიან და ეგრე წერენ და ირუა ყველა. და შემდეგ ყველაზე მაღალი ორდერი აქვს ამას, მაგალითად font size inline CSS მაგალითად 100%. ახლა იდეაში რო გავიდეთ live server-ზე. ვებთ 100 pixels, ну ახლა 100%-ზე მაქვს ეკრანი დაყენებული, ანუ ტექსტში ვწერთ style-ს, ანუ ხო, ან ნახე style უდრის და აღწერ font size, რაღაცა აი აქ შემიძლია წერტი მძიმე დავწერო, მაგალითად color ready, text decoration მაგალითად underline. და ჩვეულებრივად ესე მიეცემა სტილები. ხო, ეხლა მოდი განულებას გავაკეთებ და ეს რაღაცას გავაკეთებ. ნახოთ ესეთი სიტუაცია გვაქვს wrapper-ი, ანუ wrapper-ი ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი ყველაფრის, header-ისაც, main-ისაც და container-ისაც. header-ში, მოდი ჩავწეროთ. მე ვარ header-ი, main-ი, მე ვარ main-ი და footer. მე ვარ footer-ი. ხო, რაღაც ესეთი. და როგორ მოვახდინოთ ახლა ისე რომ header-მა თავის ნაწილი დაიყავს, ну header-ზე ოკეი, პრობლემა არ არის, main-ი ცენტრში იქნება და footer-ი მიეჯაჭვოს ქვედა ნაწილს. მოდი უცბად, აი ახლა ესეც წილებს დავუწერ, header-ს მივცემ height 50 pixels და background color orange მაგალითად font size 22 პიქსელი. mains mains არაფერს არ დავუწერ, ოკეი. და footer-ს მივცემ height ასევე 50 pixels და background colors მაგალითად blues. ხო, ეს უბრალოდ რომ კარგად გამოჩნდეს ახლა რაც გვაქვს აქ. CSS-ი არ მაქვს დალინკული, ხო? არა დალინკული მაქვს. არა ხდება. ხო, კლასებს მიმართავდი მე. კლასები არ გვაქვს, ამიტომაც არ გვჭირდება წერტილები. ხო, მივიღეთ ესეთი რაღაც. ეხლა პირველ რიგში ჩვენ HTML-ს და body-ს უნდა მიმართოთ. ანუ HTML-ს და body-ს როდესაც მიმართავთ, ვეუბნებით რომ height-ი სიმაღლე და ეკრანის იქნება 100%. შემდეგ უნდა მიმართოთ wrappers, ანუ იმ ელემენტს, რომელშიც იმყოფება ეს ყველა ელემენტი. და უნდა უთხრათ რომ min height-ი მინიმალური სიმაღლე ექნება 100%. ასევე display flex-ი უნდა კონდეს flex direction column-ი, რომ ერთ ხაზზე დადგნენ ისევე და mains უნდა მივცეთ flex-ი, ესეთი სტილი არის, ერთი flex shrink-ი, flex grow უბრალოდ flex shrink-ი და flex basis. ну, ამას შემდეგ გავuვლით, უფრო კარგად განახილოთ, მაგრამ ჯერჯერობით იცოდეთ, ხო? რაღაც არსებობს და ნახეთ, აი ამ mains მივეცით იმის უფლება, რომ გაიწელოს მთლიან ეკრანზე და აი ეს ფუტერი ქვემოთ მიაჭეჭა, ასე ვთქვათ. და აქედან გამომდინარე უკვე წამოვიდა ცენტრში. დიანა, ცოტა სწრაფად ავხსენი და გაუგებარი ხო არ იყო? იდეაში ეს უკვე HTML-ს გავაკეთებ მე თვითონ მე. ნახე, ამას 100% რო არ მივცეთ დაირღვევა. ხო, შენ გადაწერე, ყურე, HTML-ს რო გავაკეთებ და ესე რო გავაკეთებ და მე body text-ში ვიმუშაოთ, ან შეუძლებლად შეგვიძლია, ხო? კი, body text-ში გავაკეთებ. კი, თავიდანვე შეგიძლიათ ესეთი რაღაც გააკეთოთ და დანარჩენი იმუშაოთ და ეს header-ი აქ იქნება, footer-ი აქ იქნება და main-ში რადგან ამატეთ, footer-ს ხელს არ შეუშვეს არას. არც footer-ი არ შეუშვეს ანალოგიურად ხელს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური მეთოდი, footer-ი როგორ მივაწებოთ ქვედა წერტილს. ну, შეგიძლიათ ასე position main-ში რო ბრძანება ჩაწერეთ CSS-ში 1-1, მაგრამ ქნა რეალურად ხომ ეს? ხო,
ანუ პირველი ერთიანი საშუალებით ვთავთ ნებართვას, რომ დაიკავოს მთლიანი ზომა, რაც აქვს. მეორე საშუალებით ვაძლევთ იმის უფლებას, რომ თუ ეკრანი გაპატარავდება, შესაბამისად ეს ელემენტის დაპატარავდეს და ამ flex basis-ის საშუალებით ვეუბნებით, რომ ავტომატურად მოხდეს ეს დაპატარავება გაზდის პროცესი. და ეხლა მაგალითად ნახეთ, ამას ქვემოთ წამოვიღებ. ნახეთ და სადაც არ უნდა წავიღო, ეხლა ნახეთ, ფუტერი ყოველთვის გამოპყვება. ესე იმოქმედებს. ხო. იდეაში დღეისთვის თუ ეს არის, კითხვები თუ გაქვთ? არა. ანუ ის დავალებებს დაუშვათ ეს რაც იქნება, 3 კვირა რომ გვექნება დრო. დავალებების მოცემიდან 3 კვირა, ხო? ანუ ყოველს ინდივიდუალური დავალების მიცემიდან. თუ 3 კვირაში. გეტყვი, ახლა შემდეგ ლექციაზე როგორ ლევან? ანუ პროექტს გულისხმობს თქვენ დავალებას არ გულისხმობს. კი. პროექტული პროექტი რაც იქნებათ. ხო. იდეაში ყველას თქვენით აგარჩევინებთ, რომელიც გინდათ, ყველას თქვენი პროექტი ექნებათ და ზუსტად გეტყვით დროს უკვე რამდენი ხანი გექნებათ ამის შესადგენად დრო. ასაწყობად პროექტის და ხარ გვექნება დავალება მოკვეთილის მერე? ამ გაკვეთილზე გექნებათ დავალება და შემდეგ გაკვეთილზე სავარაუდოდ მერე პროექტის მოცემიდან პროექტის შესრულებამდე, ანუ წარდგენამდე დავალებებს არ მოგცემთ სავარაუდოდ, ნახოთ როგორ წავა სიტუაცია. კიდევ ხომ არ გაინტერესებთ რამე? არა, მეტერფერი. მადლობა. მე მაინტერესებს. ანუ რამე მე რამე დასვენების მაგვარი გვექნება? იდეაში წესით არ დადეგები უნდა გქონდეს, მაგრამ მეც არ ვიცი გვაქვს თუ არა. ამ გონი აგვისტოში თუ ივლისშიც? ეგ უნდა თავაზუსტო. ივლისშიც და აგვისტოში? გაინტერესებს თუ არის აგვისტოში, მეც მაინტერესებს თუ გვექნება რამე. ხო, აგვისტოში დიდი ალბათობით არ დადეგები იქნება. მოიცა ახლა გადავალ ცხრილში. როგორ არის სიტუაცია? იდეაში ივლისში გვიწერია, ივლისი გვაქვს. აგვისტოს გვაქვს? მოდი ვნახოთ. ვარ. იდეაში ცხრილში გვაქვს, მაგრამ მაინც უნდა დავაზუსტო ეს ინფორმაცია მე. რომ ვიცოდეთ, თორე შეიძლება ეს უბრალოდ იყოს გაწერილი. დავაზუსტებ და გააგებინებთ აუცილებლად. კარგით, მადლობა. კარგად და შევხვდებით შემდეგ ლექციაზე. კარგად. და გაკვეთილი. დღეს აიტვირთება ხო დავალება? კი. კარგით, მადლობა.